როგორ ხარ? მოდიოდა ვარე ჩადიოდა მამალიდიოდა კვამლიადიოდა პირიქით სესიამოვნოა. დიდი მადლობა რა სიცოცხლე შემოხვედით დაბძანდით ესე იგი მე ვაცოცხლებ ოქროს არქივებს რომელიც მაქვს ქართული სისხლი ქართული სული გადადიოდა კაციდან კაცში და ვცდილობ რომ რაღაცნაირად შთამომავლებს გავაგრძელებინო ამბის თხრობა თემურ ციკლაური დიდი მადლობა რომ პატივი დამდე და შენთან პირისპირ ვზივარ. დიდი მადლობა. როგორ გეკადრებათ? საოცარი წამოწყება. მე უთხარი კიდევაც შენ პროდიუსერს რომ რაღაცა ცოტა ვეჭვობდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინტერვიუ მივეცი უკვე მამაზე და თითქოს რაღაც ამოვწურდა, რაღაც პოტენციალი, ცე აღარ შემიძლია იმ ტკივნეული რაღაც მომენტების გახსენება. მაგრამ როცა გავიგე ეს იდეა, მივხვდი რომ აი ძალიან მეამაყები და მადლობა შენ. რას ამბობ? იგი ძალიან დიდი მადლობა რომ მოგვეცე მადლობა შენ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი საქმე, რომელსაც შენ აკეთებ დღევანდელობისთვის და მომავალი თაობისთვისაც, რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ რომ გავიხსენებთ მამას და მაყურებელსაც გავახსენებთ, იქნება ძალიან მადლობა. ძალიან და თან ყოველთავარი არის ერთია თხრობა მამის და მეორე მისი შვილი ზოგადად მასში შვილი შვილი როგორ ხდება იგივე ამბავს ძალიან საინტერესო. და უფრო რაღაც კონცენტრირებული გამოდის მე ვფიქრობ და საინტერესო იქნება დღევანდელი საუბარი ჩვენიც იმედი მაქვს. ზოგადად ვიდრე ამ ინტერვიუს ანუ ჩვენი არქივის ოქროს ფონდის გაცოცხლებას გადავალ მან რამდენიმე შეკითხვა დავსვა მაინც თემურის ირგვლივ. აუცილებლად. ეს კეთი იყო სირთულე იმიტომ რომ თემურ ციკლაურიშვილი რო იყავი რაღაცები ალბათ არ გეპატიებოდა რაღაცნაირად უნდა მოქცეულიყავი ალბათ მეტი ყურადღება იყო მეტი თვალი იყო და რთულია რა რომ ეს რაღაცა ასე მაგად კარგად უნდა მოიქცე ასე მაგად გიყურებენ თუ იყო პირიქით რაღაცა მოგწონდა ეს როლი ნანუკა ძალიან კარგად დამისვია შეკითხვა იმიტომ რომ პირდაპირ მეკითხებიან ხოლმე როგორია იყო თემურ ციკლაურიშვილი და შენ რო ჩამოთვალე მთელი ეს ნიუანსები იცი რა გიპასუხებ რა თქმა უნდა მეც ცოტა ვრცლად როგორც ყველაფერი ცხოვრებაში ხო ორი მხრივია ორი მხარე აქვს ყველაფერს ამასაც რაც ჩამოთვალე ასე ვთქვათ პლუსები და ისე მინუსები ყველაფერი იყო ცხადია ნუ პირველ რიგში ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა იმიტომ რომ აზრი ყოველთვის მაგისკენ მიმართულია იმიტომ რომ ამას ვერსად ვერ წაუხვალ და იცი როგორი მომენტია თვითონ ჩემი ოჯახი იყო ასეთი მამა დედა ტრადიცია ოჯახის აი იცი როგორი ძალიან პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ამ მომენტს ხო შეიძლებოდა უბრალოდ ვიღაცამ იცნო ან რაღაცა მოესალმა 100 კაცი აგერ თემური წავიდა არა ამას ყველაფერს იცი როგორ აღიქვავდა ცხოვრების ბოლომდე რომ მოდიოდა და მაგალითად მეუბნებოდა წარმოიდგინე მღეროდი და დარბაზში ადგა ხალხი და კაცს მიკრავდნენ და ტიროდნენ ბოლომდე უყვირდა ხო ვეუბნებოდი მართლა რას მეუბნებოდი ნეტა რატო თქვა ბოლომდე უყვირდა ძალიან სიგიში აი ეს რაღაცა ბავშვური დამოკიდებულება ხო ზუსტად ეგ უნდა თქვა გაიზარდა ბოლომდე და მასში ბავშვი დატოვა ბავშვად აი ძალიან დიდი პატივისცემა ქონდა ამ მომენტის მიმართ იცი რა ამას არ აღიქვავდა რომ რა თქმა უნდა და აქედან გამომდინარე მეც გადმომედო ეს თუმცა ну, როდესაც ცოტა თინეიჯერი ვიყავი მაგალითად, ან აი უფრო 20-30 ხო, რაღაცნაირი რევოლუციური განწყობები რო ჩქეებს ხო შენში ახალგაზრდა ადამიანში. რა თქმა უნდა, მინდოდა რაღაცა აი ამ წინაღობების გადალახვა, თუმცა ვერ გეტყვი რომ ძალიან დიდი რაღაცა ისეთი სურვილები მაწუხებდა, რომლის მოთოკვაც მე დამჭირდა. მაგრამ, ну, აი რაღაც მომენტში ცოტა გამაღიზიანებელია ყურადღება. ვთქვათ, როდესაც კიდე შენთვის იყო, შვიდად, წყნარად, არავინ რო არ შეგამჩნიოს, რაღაც შენ ფიქრებში ხარ, მაგალითად, ან ხასიათზე არ ხარ, ხო? და იძულებული ხარ, რომ რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო ფორმაში. კარგი გამარჯობა უთხრა, მოусმინო რაღაცა ადამიანს და
ასე შემდეგ. ანუ ეს მომენტი ასე ვთქვათ მინუსებში თუ ჩავწერთ აი ამას, ხო? და პლუსები იმენია. ისეთი სიყვარულია. ეს არის დიდი ოკეანე, რომელშიც აი სულ ხარ და არ ვიცი დღემდე უფრო მეტი ვიდრე მთელი ცხოვრების მანძილზე ამას უყურებდი. საერთოდ ამბობენ, რომ მე ადამიანები ისეთ სასიყვარულო როლ მოდელს ირჩევენ, მაგალითს ირჩევენ, რაშიც იზრდებიან ან პირიქით, ანუ რა სიყვარულშიც იზრდებიან, რაღაც ტრამვას უტოვებს, ან პირიქით ისეთ იდეალებს უტოვებს, რომ იმას ვერასოდეს ვერ წვდებიან. აი შენ შემთხვევაში რომელი იყო? როგორი ფსიქოლოგია ჩვენი ნანუ ეს სიხარულო ძალიან პროგრესული გოგო ხარ და აფერუმში. მადლობა. იცი რა, ნამდვილად პრობლემურია ეს, იმიტომ რომ ვერსად ვერ წაუვალთ იმ რაღაც პატერნებს, რომელშიც თითოეული ადამიანი არსებობს ამ დედამიწაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მშობლები, როდესაც მე ვიყავი ძალიან პატარა, იყვნენ თავისი მოღვაწეობის პიკში. ძალიან ბევრი ტურნე ჰქონდათ და არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. თამაშინ ახლა თაობა შეიძლება არ არის. და იმ პერიოდში იცი როგორი მომენტი იყო? ნუ იყო საბჭოთა კავშირი, თავარი დისლოკაცია, ასე ვთქვათ, მოსკოვში იმყოფებოდა და იქიდან ნაწილდებოდა გასტროლები. და თუ გადიოდნენ ასე დიდ საზღვარგარეთ, ხო? ეს იყო 3-6 თვე, იმიტომ რომ ნუ არ იყო იმის საშუალება აქეთ იგით გეფრინო. საქართველოს ავიზიტო ბარათი იყავით ქვეყნის გარეთ. ასია, კაცი. ისევე როგორც არიან სუხიშვილები ერისენ, ანუ ბევრი საგანძური ისტორიის, რომელსაც მაშინ ქვეყანა გარეთ გაქონდა. კაციო, თავის ქვეყანაშიო ოჯახს წარმოადგენსო და ქვეყნის გარეთ კი თავის ქვეყანას წარმოადგენსო. ესეა და ჩვენ ეს დიდი პატივი რაც ჩვენ დაგდო ჩვენმა ქვეყანამა, ნუ სხვანაირად როგორ იქნებოდა ეს. ხო, ერთსაც დავამატებდი, რომ შემდგომ იმისა 76 წლის შემდეგ, დაახლოებით 80-იანი წლების შემდეგ ჩვენ აღარსად არ დავდიოდით საზღვარგარეთის გარდა და ვემსახურებოდით მარტო საქართველოს. ეს ჩვეულებრივად ხდებოდა, ძალიან ადვილად ხდებოდა. ბუთხოზი ჩავიდოდა ხოლმე ჩაიტანდა კონიაკებს, ესე კულტურის სამინისტროში მივიტანდით, რომ გაგვანებეთ რა თავი. ეხლა ამაში ციბირში სიარული იქ, ნუ აღარ გინდა არაფერი. მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო ერთი აქვე და მე როκα მინდა სხვა თემაზე გადასვლა. თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ თაობის მომღერლები, მაშინ 90-იანი წლები წამოგეწია თქვენ. კრიზისი ქვეყანაში უშუქებოდნენ, მაგრამ თქვენ ხართ ძალიან ცოტა შორის ის ერთ-ერთი მომღერალი, მაშინ რომელმაც მოსკოვში წასვლაზე არ წახვედით მოსკოვში, იმიტომ რომ მაშინ თავის სარჩენ გზად, ანუ ეს იყო ელემენტარული რაღაც ადამიანებს უნდა და თვით გადარჩენისთვის იბრძოდნენ მაშინ. მართალია, ჩვენც ასე ვიყავით. კი, ყველანი ასე იყვნენ საქართველოში. რატომ არ წახვედით მაშინ? თქვენ შეგეძლოთ თემურ ციკლაურს წასულიყავით მოსკოვში, აგეწყოთ ცხოვრება, არ ქონოდათ კრიზისული პერიოდები? საქართველოდან არ წახვედით, ხა მოსკოვზე აქცენტირება არ მინდა, ზოგი ევროპაში წავიდა, ზოგი დასავლეთში წავიდა, ზოგი ამერიკაში, ზოგი მე სამხრეთ ამერიკაში შემეძლო დარჩენა, ეს უბრალოდ არასოდეს არ ვლაპარაკობ მაგას, მაგრამ რადგანაც ესეთ გულახდილის საუბარი გვაქვს, გეტყვით მაინც ყოველ შემთხვევაში რაღა დავამალოთ. ცალკე მომიხდა კიდე საგასტროლოდ ყოფნა და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ხულიო ეგლესიას პირადი მენეჯერი გვატარებდა იქ. და შემდეგ მოხდა ასე, რომ შემომთავაზა დარჩენა. დარჩიო, ეს არის 80-იანი წლები. დარჩი და ერთი წელი დარჩი მაინცო და ყველაფერს გავაკეთებ და შენ ნახავ რა გახდებიო. ეხლა მე ნუ ჩამithვლით თავის ქებაში, უბრალოდ იმ სიტყვებს გეუბნები. მარია გომესი იყო ასეთი იმ პერიოდში. მე ვთხარი როგორ გეკადრება საქართველოს გარეშე მე როგორ ვიცხოვრო. ჩამოვედი ცოტა ხანი მე ვთხარი, ნუ მუშაობდა, სახში უნდა წავიდე. დარჩიო და მე ხვეწა ესა, ცოლშვილი მე ვთხარი, რა უყოთ, უცოლშვილოდ ვერ გავძლება, არ არსებობს ერთ-ერთი და მე რო საქართველოში არ ვიყო, არ შეიძლება მე ვთხარი. მე ხელი ჩაიქნია, კარგი, ესე გინდა და იმის შეწადი, ახლა სხვანაირად თქვა. აქედან გამომდინარე, მე მტოვებდნენ ლილის მშობლებთან, ბებია ბაბუასთან და ეს ჩემი ბავშვობა იყო ცოტა ესეთი, აი როგორც ყველა არტისტის ბავშვები რო ყვებიან, მაგრამ ნუ ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს, ზოგს არ უჭირს, ზოგი მეც, აი
იცი რა, ჩემი ბედნიერი ბავშვობაა, მაგრამ მე ძალიან მენატრებოდა მშობლები. აი რადგან შენ ძალიან მიხვედი, ზუსტად ბატონთემურის ეპიზოდთან მივიდეთ. ხო, ეს ალბათ ერთგვარი ტრავმა იყო ჩემი და აქედან გამომდინარე, აი შენ რაც დამისვი შეკითხვა, რა თქმა უნდა, ეს ამ მომენტმა დაღი დაასვა ჩემ ცხოვრებას. მე ესე დანაკლის. აი ხო, რაღაც მომენტში რაღაცა გრძნობ, რომ ეს მომენტია მნიშვნელოვანი. მართლაც ნოლიდან დავიწყეთ, მაგრამ ის დიდი სიყვარული, რაც ჩვენ შორის იყო, ის იყო ის ანთებული სანთელი, რითაც ჩვენ დავდიოდით და მართლა მან გვიშველა იმ დიდმა სიყვარულმა და რა თქმა უნდა, გარშემო მეგობრებმა და იმ დანიშნულებამ, რასაც ჩვენ ვთვლიდით, რომ ვაკეთებთ იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანას ვემსახურებთ. მართლა ლამაზი წლები იყო. იცით რა ლამაზი წლები იყო? იმიტომ კი არა, რომ მარტო ახალგაზრდები ვიყავით, იმიტომ რომ ჩვენ გსურდა შეგვექმნა, გსურდა ეს გაგვეზარდა, ეს ჩვენი ქეთო კარგად ყოფილიყო, ეს მიზეზი იყო, ეს მიზანი იყო ამ ბავშვის აღზრდა. მარტო ის არ იყო, რომ გინდა თუ არა ტაში უნდა დაგვიკრან. გაიზარდა და ეხლა უვლით მის ეხლა მის 14 წლის შვილის დედა. კი 14 ჩვენი ანდრია არის 14 წლის არაჩვეულებრივი ბალღია. ხო. ძალიან უბრალოები იყვნენ. და ამ დროს სინამდვილეში თვითონ თურმე მისი მთავარი мотиваცია იყავი შენ, მაგრამ ამ ყველაფერს აკეთებდა და სჭირდებოდა რომ გაეკეთებინა საკუთარი პროფესია. ნანუკა, თემური როგორც მოვლენა, ეს არის ბედის წერა. ივერია, ჩემი ოჯახი არის ბედის წერა. მამა და დედა არიან ძალიან უბრალო ადამიანები და ზოგად საკაცობრიო აი ფასეულობები, რაც კი არსებობს უმაღლესი დონის, ყველაფერი გააჩნიათ. და აი რა გახსოვს თემურისგან, აი პატარა ქეთის, რომელსაც მამა გაკლდა, რომ გენატრებოდა, მაშინ ალბათ ვერც იგებდი, რომ მამა უნდა წასულიყო საერთოდ არც იცოდი რას ნიშნავს, აი რა გახსოვს, აი მინდა რაღაც დღე, რაღაც მოგონება ამოწიო ეხა. აი ნამდვილად ესია ჩემი მახსოვრობა, იცი? აი რაღაცა მკვეთრი დღეები. არ ვიცი, ალბათ ვიქნებოდი 3-4 წლის და დიდი ხნის გასტროლის შემდეგ ჩამოვიდნენ აი ბებია ბაბუასთან და ეს მახსოვს როგორც ზღაპარი, იმიტომ რომ ჩამოვიტანს რაღაც საჩუქრები, ჟუაჭკები, მაშინ ხო არაფერი არ შევიდა. და ეს სიხარული რო აი მშობლები ჩემთან, აი თან ალბათ ამ მომენტმა შექმნა ის, რომ მე მგონია რომ განსაკუთრებულად მიყვარან. მე ესე ვფიქრობ, რომ ვუყურებ სხვებს, რა თქმა უნდა, მშობლის სიყვარული არ არის გასაკვირი, მაგრამ ჩემ შემთხვევაში რაღაც მგონია, რაღაც გადამეტებულ დონეზე მაქვს ეს. და რამდენი წლის იყავი, რომ მიხვდი, რომ მამა ალბათ უკვე აი ეს მასშტაბი გავიაზრე უფრო თინეიჯერობიდან, უკვე ალბათ იმის მერე როგორც მოხდა ტრაგედია ჩვენ ოჯახში და გადაიცვალა ხო ჩემი ძმა. და ივერიამ და თემურმა ჩვენმა ოჯახმა შეიძინეს უკვე ლეგენდის სტატუსი ამის მერე, ნამდვილად. რას გულისხმობ? იცი რა, აი ხო ძალიან საყვარელი ანსამბლი იყო, ხო, აი ყველა იცნობდა, უსაყვარლესი პროგრამებით, სიმღერებით ეთაყვანებოდნენ, მაგრამ ამ მომენტმა რაღაც სხვა დონეზე აიყვანა. აი თითქოს რაღაც ღვთაებრივ ენერგიას რო შეეხები და სულ სხვა პრიზმაში რომ ხდება უკვე ყველაფერი. აი ამ ამბავმა მე ვფიქრობ ეგეთი დაღი დაასვა. ივერიასაც და თემურსაც. იმის მერე ყველაფერი მითოლოგიზირებული გახდა, მათთან დაკავშირებული აბსოლუტურად. აი ამის მერე უკვე მეც უკვე გავიზარდე, დიდი ვიყავი, 13 წლის ვიყავი, როცა ჩემი ძმა გარდაიცვალა და შემდეგ უკვე მახსოვს აი ეს, არ ვიცი, სად, ბაზარში, სად რო შეხვიდოდი ქუჩაში, არ ვიცი, სადაც არ მიხვიდოდი, როგორი ყურადღება და სიყვარული თემურის მიმართ და თემურის მხრიდანაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ, იმიტომაც უყვარს ასე ხალხს, რომ თემური გასცემდა ზუსტად სათანადო უკავშირი ქონდა ძალიან სწორი მსმენელთან, ძალიან კი მაგაზე ძალიან უყვარდა, მაგრამ ძმის ამბავი მინდა რომ დავასრულოთ, რითი გარდაიცვალა? მქონდა ცრუკრუპი, ეს იყო 83 წელი, იმ პერიოდში არ იმკურნებოდა ძალიან, ამ მომენტს მედიცინა, ვთქვათ, ვერ უკლავდებოდა და შემდეგ სტაფილოკოკი შეეყარა და დაეწვა ფილტვები. ძალიან სწრაფად იყო პატარა 5 წლის. თუ გახსოვს მაშინ თემურის რეაქცია 13 წლის იყავი უკვე. როგორ იცი, მე პატარა ვიყავი, მაგრამ ეტყობა იმის გამო, რომ ასეთი დარტყმა იყო, მართლა სასიკვდილო ჩვენთვის.
არც ვიცი როგორ გადავრჩით ყველანი, ხო, მაგრამ ამის გამო ყველაფერი ცოტა ბუნდოვანია და აქედანაც თვითდაცვის ინსტიტუტმა ჩაგიგდა მოგონებები. კი, თუმცა მაშინაც რაღაც წინ გრძნობის მომენტიც მქონდა, როცა ავად გახდა ჩემი ძმა, მახსოვს სკოლაში მივდიოდი და ვტიროდი და მეგობარს ვეუბნებოდი, რომ მოკვდეს რა იქნება. პატარა ვიყავი, მაგრამ აი ესე და სულ ვტიროდი. და როგორ დაიცვალა, მე უკვე მშობლები მახსოვს აბსოლუტურად. როგორც არ ვიცი, ჭრდილები უსიცოცხლო რაღაცნაირი უკვე ყველაფერი დამთავრდა. და ალბათ მე უფრო აი იცი რა, ალბათ მართლაც თვითდაცვის მომენტი იყო, იმიტომ რომ მამასაც უთქვია, რომ ძალიან ცოტა ხანში უკვე სცენაზე გავიდა და რა თქმა უნდა ამ მომენტმა გადაარჩინა. რაღაცა აქ თვითგადარჩენის მომენტი იყო, კი, თუმცა ეს იცი როგორი მომენტი, ისევ და ისევ პასუხისმგებლობით და სიყვარულით გააკეთა, იმიტომ რომ ვერ უღალატებდა თავის საყვარელ ანსამბლს, მეგობრებს, ხალხს. აი ეს გრძნობა, ეს მომენტი მასში იყო ყველაზე დამახასიათებელი, პასუხისმგებლობა. იცოდა რომ ეს უნდა გაეკეთებინა, უნდა გამოეჩინა კაცობა, ადამიანობა, უნდა გაეკეთებინა და გააკეთა და მე ნელ-ნელა გამოვიდნენ, იმიტომ რომ რადგანაც ეს ნაბიჯი გააკეთე და გადაწყვიტე რომ და იცხოვრო, ხო, მე უკვე ზუსტად ცხოვრობ. და სხვადასხვა ხელსაწყო გაქვს, რა ვიცი, ვიღაცა სცენა, ვიღაცას ეკრანი, ყველას გადარჩენის თავისი გზა. ძალიან. არგონავტები, მეფე აიეტი და ატირებული თემურწიკლაური სცენაზე. არა ვიწდება ჩემი დედის თაობას და ამბობენ რომ სპექტაკლი, რომელზეც ისინი მოვიდნენ, არა ვიწდება თქვენს მიერ შესრულებული როლი. თითქოს გუშინიყო ხელით გადარებდი სათუთარ ამახან თმებს გივარცხნიდი ნაზარ შენ კი სინოდილად ორა ბედნიერ ვიხავ ხანახან მზად ქონდა უკვე სპექტაკლი გენერალურ რეპეტიციაზე დაესწრო კიდევ ჩემი გიორგი იქ იყო ძალიან მოეწონა ჩემი ჩაცმულობა მეფის ოქროთ მოარაყებული მეცო ყველაფერი და მოხდა ის გაუთვალისწინებელი და საზარელი რამ მე ეს არ ვიგონებ და არც მოვიგონია ახლა აი კონცერტი რომ მქონდა შევასრულე პირველად 26 წელია, კი, მე არ მიმღერია ეს და არც მიბრუნებულ ვარ ამ სპექტაკლისკენ უკვე ივერიელები, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ეს გაზრებული გადაწყვეტილება იყო ანსამბლის წევრების, ბატონი ჯემალის, ბატონი ალექსანდრესი და მამასი, რომ არასდროს აღარ გააკეთებდნენ არგონავტებს, იმიტომ რომ ყველა სპექტაკლის რიმეიკი მერე გააკეთეს. ჩვეთა ქორწილის, თოვლის ბებოს ზღაპრის, რამოდენიმე ვარიანტი იყო და ეს ბედნიერებაა, იმიტომ რომ ძალიან უყვარს მსმენელს ეს მუსიკა და ჩვენც სულ გვიხაროდა ხოლმე მე თითქმის ყველა რიმეიკულ ვარიანტში მონაწილეობა მივიღე მაგრამ არგონავტები ესე დარჩა როგორც იყო ლეგენდად და რატო ვიმღერე იცით არია რომ ის მადლობა გადამეხადა საქართველოსთვის და ყველასთვის ვინც გვერდში დამიდგა მაშინ და ის გაუსაძლისი მდგომარეობა ჩემ ოჯახს რაც თავს დაატყდა მე და ჩემს მეუღლეს ლილის ხარში დაგვიდგა აი პირდაპირ სიტყვის ამ პირდაპირ მნიშვნელობით არ არსებობდა კონცერტი ჩვენ მერე წავედით საკონცერტოდ წამიყვანეს ბიჭებმა საქართველოში იმიტომ რომ
აღარ მინდოდა, არც სიმღერა მინდოდა, არაფერი არ მინდოდა. მე დავანებეთ თავი, მოვჩი ცხოვრებას, მე ვთხარი გამანებეთ თავი, ხო ვიმუშავეთ ამდენი წამით, ეხლა თქვენ. არავითარ შემთხვევაში არ დამტოვეს, ამიტომ საჭირო გახდა გამოყვანის თვალსაზრისით ამ მდგომარეობიდან. არის ცეცხლს ნავთით როგორ აკრობს ადამიანი, მაგრამ აი ესე გაკეთდა მაშინ. და კიდევ ის რომ უწმინდესმა და უნეტარესმა გამოიჩინა უზარმაზარი ჩემდამი აი ეს კეთილი დამოკიდებული, არა მარტო ჩემდამი, იგი ყველასად მიიჩენს, მაგრამ უაღრესად თბილად მიიღო, უაღრესად მამაშვილურად დამარიგა, დამლოცა, სანთლები მომცა, წიგნები მომცა, იმ პერიოდში ცოტა ეხა 83 წელი წარმოიდგენთ ის კომუნისტების პერიოდი, ეს ყველაფერი ხო? და მთხოვა ძალიან რომ შენ უნდა იმღერო, შენ უნდა იდგეს სცენაზე და ხალხს უნდა ემსახურო. დანარჩენსო შენ იმის სულს მე იპოვი, მე ვარ აქ, მე ვილოცებ მისთვის, მე გავაკეთებ ყველაფერს. არ მოგიდგენია როგორი რა ხდებოდა ჩემს გარშემო. ხო, ამიტომ მე უნდა კაცობა გამომეჩინა ისევე როგორც ჩემ ქალს. და ამიტომ ვიტყოდი ალბათ უფრო ხმამაღლა რომ თუ არა ჩემი ქალის სიმაგრე და მისი არა კაპასობა, იცით, აი ამ შემთხვევაში დედები ხო იცი როგორი ისენი არიან, ხო? ისეთი მყარი აღმოჩნდა ლილი ვერ წარმოიდგენ. ამიტომ მისი შემყურე მეც გამმაგრდი. აი ეს არია, როდესაც იგი თავის შვილს აფსიდს დასტირის, რამე თუ მედია წაიყვანეს ბერძნებმა და იმ ბრძოლაში, რომელიც მე შემდგომ ზღვაზე მოხდა, იმიტომ აფსიდი გამოეკიდა მათ, ისაც გარდაიცვალა, დაკარგა მთელი ოჯახი. ასე აღმოჩნდი მეც, მაგრამ კიდევ მეორე ვიცით, ის სიყვარული და ის თავდადება და ის მიმართულება გონებრივი, გულის, ფილოსოფიის, რაც ივერიას ჰქონდა მთელი თავის არსებობის მანძილზე, არ ვთამაშობდით, ჩვენ ესეთები ვართ და ესეთები ვიყავით. ამიტომ მოხდა, რომ ეს ჩემი უკან მობრუნებაც ეს საჭირო იყო, მე არ მითამაშია, უნდა მოbrunებულიყავი და მოვბრუნდი. მე შემდეგ შეკითხვას დაგისვამთ რა მაინტერესებს, მაგრამ რას ამბობს ის, როდესაც არ იცი სული არსებობს თუ არა, რთული ამბავია და ამ პერიოდში ასე ვიყავი მე, მაგრამ ეკლესია აუცილებელია, რომ ადამიანი უფრო მყარად იდგეს ამ ქვეყანაზე. სულის სიმაგრე აუცილებელია. როდესაც არ იცი სული არსებობს თუ არ არსებობს, ეს სხვა ამბავია და იმ პერიოდს ეგრე ვიყავ. მაგრამ იცით, რწმენა, რელიგია, ეკლესია აუცილებელია ადამიანისთვის, რომ უფრო მყარად იდგეს ამ ცოდილ დედამიწაზე. და ალბათ ეს მოქმედებაც რაც ჩავიდინეთ, შემდეგ გავაანალიზე და ეხლა ვხედავ, რომ ამ შემთხვევაში გულისხმობ ჩვეულის გარდაცვალების შემდეგ სიმღერა შეძლიათ. კი, ეგ აუცილებელი იყო. ეს აუცილებელი იყო სხვისთვის მენახებინა, რომ უნდა მყარი იყოს, უნდა მაგარი იყოს. აი გელა როგორ ლაპარაკობს თავის ვიცს. რა ნაკლებია, ვიცს დაკარგა. ქართველებს რა გიცი კარგი რამ აქ ნათქვამი შვილის გარდაცვალებას ნუ მიუსამძიბრებ თუ შენ არ აკავს დაკარგულიო. იმიტომ რომ ეს წარმოუდგენელია. არ არის ხარ გულწრფელი მის სამძიბრებაში. არა, წარმოუდგენელი არ იცი რა უნდა უთხრა, იქ არაფერი არ ითქმების. არ შეიძლება იქ ლაპარაკი. ამიტომ იქ ისეთი სიტყვები ცრუ გამოდის ყოველგვარი სიტყვა. ყველა ადამიანს თვითგადარჩენის დროს აქვს საკუთარი ხელსაწყო. რას იყენებს, რა არის მთავარი, რაც გადარჩენაში ეხმარება. როგორ გონია, აი თემურ ციკლაურისთვის რა იყო მთავარი შვილის გარდაცვალების შემდეგ რას დაეხმარა? თუ გახსოვს, რაზე ლაპარაკობდნენ? ცოლ-ქმარ შორის ურთიერთობა, დედ-მამას შორის ურთიერთობა? ნუ დედას და მამას შემთხვევაში ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო სულიერებისკენ გზა. და კეთი ამ ტრაგედიამ დედ-მამა დაახლოვა თუ დააშორა? ერთმანეთში საერთოდ შესისხორცდნენ ამ მომენტმა, საერთოდ სამუდამოდ შეაერთა და დაახლოვა.
რა ვიცი, ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, ნანუკა. იცი რა, ესე მოყოლილი, მეც ხარ რო ყვები, ყველაფერი რაღაცა ზე აღმატებულად ჭერს. ყველაფერი კონდეთ, რაც კი ჩვეულებრივ ადამიანებს გააჩნიათ, მაგრამ არასდროს არ ქონიათ ჩხუბი. მე არასდროს არ ყოფილვარ მომსწრე რაღაცა ისტერიკებს რო არის ხოლმე ოჯახებში. თუმცა ცოცხალი ადამიანები იყვნენ, წყენაც იყო, ვთქვათ, რაღაცა ესეთი მომენტები, გაურკვევლობა, მაგრამ ძირითადად დედა არის, არ ვიცი, სიმშვიდის განსახიერება. ძალიან საყვარელია და მამას ცოტა ესეთი ხასიათი ექსპრესია. რაც გაქვს მამის აშკარად. ხო, ეს იყო აი დაბალანსებული ინი და იანი. აი თავის, აი არ ვიცი, იდეალურ ვარიანტში. რა თქმა უნდა, იყო რაღაც მომენტები ალბათ დათმობის დედას მხრიდან. მე ვფიქრობ მამას მხრიდანაც. მამა რომ გარდაიცვალა, სულ სხვანაირად დავინახე მამა. რა საოცრება ყოფილა. აი ხომ ვიღაცის ნათქვამია ჩვენ გვაქვს ის, რასაც ვკარგავთ ვიღაცის ნათქვამია. ეს ნამდვილად ასე, იმიტომ კი არა რომ მანამდე არ მქონია. სულ სხვა სიღრმეები დავინახე თემურში. სულ სხვა ნიუანსები, საერთოდ გაიხსნა ჩემთვის სხვანაირად, იმიტომ რომ მე მისი შვილი ვარ, მისი მემატიანე არ ვარ. მე ჩემ ცხოვრებით ვცხოვრობდი რაღაც პერიოდი, ისმის და რაღაც მომენტებს შეიძლება ყურადღებასაც არ ვაქცევდი. ეს მომენტი ეხლა მტკივნეულიცაა ჩემთვის, მაგრამ რაღაც მომენტში ვცდილობ რომ მეც ავინაზღაურო ეს და ვეძებ რაღაცა პასუხებს ჩემთვის, რაც იყო ვთქვათ, შეკითხვის ნიშნის ქვეშ. ბევრი რამე აღმოვაჩინე და ვიპოვე. მივხვდი რომ ფაქტიურად მისი ასლი ვარ. მანამდე მეგონა რომ დედას ასლი ვიყავი. დავინახე რომ თემურს გავარ, საერთოდ ერთი პერიოდი სურათებს დებდი Facebook-ში, რომ ხალხს დაინახა მისი ორეული ვარ. ამ დროს შეიძლება ხალხს ეგონა რა შეება ეს გოგო, მაგრამ მე ვხედავდი ამ რა. ზოგჯერ მგონია რომ აი ჩემში შემოვიდეთ და დავდივარ ვლაპარაკობ რაღაც მომენტებში, ანუ იმდენად რაღაცა სხვანაირად ვიგრძენი. შეიძლება ეს დანაკარგის რაღაცა ბედურების მომენტშიცი როგორც შენ თქვი თავდაცვის მომენტია, მაგრამ ჩემთვის ესეთი რაღაცა ემპირიული მომენტი შეიქმნა. იმღერერა მე თუნდაც უკვე მრავალჯერ ნამღერი და რომ ცუდებსაც გადააქცევს მალე მოგონება და თან გახვება სიყვარული მას როგორც ნამღერი იმღერერა მე იმღერე ჩემ საყვარელი ციტატა არის თემურის გაცემიდან, ეს მინდა რომ მაყურებელმა ნახოს რა. ძალიან საინტერესოა ისტორია თქვენი პირველი სიყვარულის შესახებ. რომელი? დამრიგებელი რომ გიყვარდათ. პირველ კლასში რომ იყავით. გახსოვთ პირველ კლასში რომ ვიყავით მე და თქვენ ბატონო თემურ და თქვენ რომ ჩვენი დამრიგებელი გიყვარდა? ღმერთო ყველაფერი ცოდნია მართლა. მართლა მიყვარდა ჩემი დამრიგებელი, რა ვქნა, ისე მეპყრობოდა, ისე მეფერებოდა ის გაბატონი რაისა ერქვა მახსოვს. და ის პირველ კლასში ჩემთვის ისეთი მოულოდნელი იყო დედის გარდა, რომ კიდე გეფერებავი რა და დედის გარდა ასე სულს შენი კარგად ყოფნა, რომ მიყვარდა უბრალოდ და ეთყობა ჩემი ბუნება არის ასეთი, რომ მე ხო შენ იცი როგორ მიყვარხარ ვერ წარღვია. დაიუცებ ისე შევწფიეს რომ მომიბრუნდა ესეთი გულწრფელობა, გახსნილობა, როდესაც აი ადამიანი გეუბნება რომ იცი როგორ მიყვარხარ, როგორ არ ვართ ამას მიჩვეულები, რომ აი ადამიანი ესე გამოხატავს, ესეთი ღია და გახსნილია. და მართლა გზნობ რომ მართლა გულწრფელია ნამდვილად და მამა რომ გარდაიცვალა, ისეთ რაღაცებს მწერდა ხალხი, აი ესეთ ისტორიებს ნანუკა. რომ აი სადღაც ვთქვათ ნამცხრების მაღაზიაში რომ შევიდნენ და საერთოდ რო არ იცნობდა ქალს. უი შენც იდეალი გიყვარს, შენც მედოკი გიყვარს. ალა ქალო მომეცი მე ვიყიდი რაღაცა, ანდა უყიდ და საერთოდ ისეთ რაღაცებს იხსენებდნენ, ანუ იცი როგორი მომენტი იყო? თითქოს აი მე რასაც განვიცდიდი, ვიღაცა უცნობი ადამიანი იგისვეს მწერდა ხოლმე. გაოგნებული ვიყავი და თემური იყო ამ ხრივ ძალიან მართლა, აი ექსტრავერტი, აი უმაღლესი დონის, გამცემი, მართლა მოსიყვარულე, თუ სადღაც მიდიოდა, არ არსებობდა რომ ხელცარიელი მისულიყო, თუ ქალბატონები იყვნენ, მიქონდა ყვავილები, კამფეტები, არ ვიცი, ისეთ რაღაცებს აკეთებ გალანტური. ზოგჯერ მაღაზიაში ვდგავარ ხოლმე რიგში და აი ვფიქრობ, მამა რო იყოს, ახლა რას იზავდა. და ნამდვილად
ხვდები რომ აღარ არის ეგეთი კაცები. აქ თეთრად იწვის შენი სხეული აქ ყველაფერი შენთვის ანთია ისე სათნოხა ნაშეჩვეული რომ შემოხედონ იქად ჩაკი არის რამე მთავარი რჩევა მისი რომელიც მე მაგალითად მაგ დედაჩემის რჩევა რომელიც თელი ცხოვრება მახსოვს დედაჩემი სულ იყო საზოგადოების გავლენის ქვეშ და სულ ნერვიულობდა აი ამ ხალხი რას იტყვის ყველა კომენტარს კითხულობდა და ისე განიცდიდა და სულონები დედა შეეშვი ამ Facebook-ს უკითხულობდა ბოლოს ნახა ძალიან აბადი და ურთულეს შეტევა მქონდა პანიკური შეტევის და მომიბრუნდა და თქვა ესე დედაჩემი უნდა იცოდეთ ახლა ვინც იცნობს მას ძალიან აკადემიური საერთოდ სხვა სტანდარტების ქალი იყო და მომიბრუნდა და მითხრა რომ როგორ შენ გინდა ისე იცხოვრეო რა შენ გინდა ისაკეთეო ოღონდ შენ იყავი კარგად და მას შემდეგ არასოდეს არ უთქვამს და არ მოუყოლია კომენტარში ვინ რას ფიქრობს ჩემზე აი სადღაც რაღაც გზაჯვარე დინზე მიხვდა რომ ოღონდ შენი შვილი კარგად იყოს და არაფერი ამ სამყაროში მეტი არ გაიტესს აი რაღაც მთავარი გზაჯვარედინი გქონიათ რომ თემურისგან გიგრძნია რაღაც ეგეთი ამ პარადიგმაში არა იმიტომ რომ რა შეასაქმეცი თემური თვითონ იყო ესეთი ადამიანი რომ სხვა არაფერი არ უნდოდა მხოლოდ ის რომ ხალხისთვის და ქვეყნისთვის თავისი რაც ქონდა პატარა ახერხებდა და ჩაკეტილი ქონდა შეიძლება მეც ეს გადმომედო და მე რაღაცნაირად ძალიან გამიჯნული მაქვს ჩემი პატარა ინტროვერტული სამყარო სადაც ის რაც მინდა ადვილად ან არ არის ადვილად გასაკეთებელი, მაგრამ მე ამას უმკლავდები და სხვა დანარჩენი იქ არ შედის ეგეთი რაღაცები, რასთანაც მე უნდა ვიბრძოლო. რჩევებს რაც შეეხება, იცი რა, თემური იყო იმდენად ბრძენი, იმდენად დიდი გამოცდილება ჰქონდა და ურთიერთობა ხალხთან. აი მე მაგალითად ვთქვათ, ვეურთიერთი 1000 ადამიანს ცხოვრებაში, აი პირობითად ვთქვათ. თემური ალბათ 100,000 და უფრო მეც. წარმოიდგინეს რა მხელა ცხოვრებისეული გამოცდილებაა და თავისი უბრალოდ ურთიერთობაც ახლა შეიძლება ვიღაც ურთიერთობს, მაგრამ ვერ გამოაქვს აქედან ვერანაირი აზრი, ხო ცხოვრებისეული დაკვირვების. თემურის ჰქონდა უდიდესი ცხოვრებისეული დაკვირვებები. რა თქმა უნდა თავისი გულის ტკენები ჰქონდა ნანუკა. ეს თემური ყოველთვის ესეთი ჩანდა და მაგრამ ადამიანი იყო ძალიან ჩვილი აი ბავშვური გულით აი ძალიან ხშირად ისეთი რაღაცები წყინდა გაგიკვირდებოდა ხშირად ჯდარვართ სამზარეულოში გვისაუბრია რაღაცებზე და უბრალოდ ესე საუბრებიდან მე მისი მსოფლმხედველობა და თვალსაზრისი მაქვს ესე შესრუტულია ასე ვთქვათ მაგრამ არ იყო ესეთი ადამიანი რომ რჩევები თუ აძლევდა ძალიან მორიდებულად. ხა მესმის. ძალიან მორიდებულად. ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო. ერთადერთი შეიძლება პროფესიის თვალსაზრისით მაძლევდა და თავიდან რომ დავიწყე სიმღერა, რაღაცა მინდოდა ეს პოპში მემღერა ცეკვით, იმით რაღაც სინთეზურად და მოწონდა, ძალიან მოწონდა, ამაყობდა იმითი, რომ თან ვცეკვავ, თან ვღერი, მაგრამ თვითონ რეპერტუარზე ყოველთვის ჰქონდა აი ცოტა უკმარისობის გნობა და მეუბნებოდა. ტექსტი, მთავარია ტექსტი, რა არის ამ ტექსტი? რა იდეა მიგაქვს ხალხთან? და ამას მიაქცია ყურადღება როგორი სიმღერებია, ყოველთვის აქცევდა უდიდეს მნიშვნელობას. ამიტომაც არის, რომ სიამაყეა ერის და მე ვფიქრობ ოქროს ფონდში შევა მისი სიმღერები დროთა განმავლობაში იმდენად იდეულია. ეგ თავისთავად. და შემდეგ უკვე მეუბნებოდა რომ აუცილებელია როცა მღერი თვალი ჩანდეს, რომ თვალიდან მოდიოდეს ეს აზრი, რას ასრულებ, რა გინდა რომ თქვა. იყიდება საქართველო ვინ რას ყიდის, ვინ იცის ყიდის მთას დამდელოს წმინდა მარიამის ძის და ამას მიზიარებდა, მირჩევდა და რა ვიცი, ალბათ ბევრი რამ ზოგჯერ მე თვითონაც ვხვდები რომ თურმე მამას ეს უთქვია შეიძლება არ ვარ ესეთი ადამიანი რომ რაღაცა ესე ამოვკრიბო და ვთქვა რომ ეს მამა რჩევა უამრავი მე ძალიან მადგება თემურის მსოფლმხედველობა სხვათა შორის შენი აზრით რა უნდოდა რომ ასე ეთქვათ
ის რასაც იძახიან ზუსტად ის უნდოდა და მიაღწია კიდევაც. გამაგარია რა. კი. გამაგარია. ნამდვილად, რომ უყვარს თავისი სამშობლო. ყიდის სინდის ნამუსხიდის მიწას ქცეულს ედემა ამ ქვეყნიდან ისე მიდის უკან არ იხედება წავიდოდა ივერიიდან და გახდებოდა გამოჩენილი საოპერო მომღერალი, მსოფლიო დონეზე. არ ექნებოდა ეგეთი სიყვარული, მაინც. არ ექნებოდა რა. არა, იქნებოდა აი მსოფლიო დონის ვარსკვლავი, მაგრამ აი ეს აი სახალხო გმირივი, თუ საყვარლესი, ვისაც გავიდეთ თუ გინდა ახლა და ვიკითხოთ უბრალოდ თემურზე და შენახავ ხალხი რას გეტყვით. აი ეს საოცრება, აი ეს ლეგენდა, სასწაულის დონეზე რაც მოხდა მისი ბედი, ეს არ იქნებოდა. სრულად გეთანხმებით. ამიტომაც რაღაც მომენტში იმდენად გქონდა კავშირი აი ამ ღვთაებრივ ენერგიებთან, ესე უბრალოდ ხო არ ხდება ეგეთ რაღაცეები. გქონდა თავისი კავშირი კოსმოსთან. ნუ ალბათ სწორედ ეს მოდა ეს ყველაფერი და ასრულებდა თავის დანიშნულებას იმისთვის, რომ შემდგარიყო მისი ცხოვრება, ეს ლეგენდა.